გადავალ ამ ჩანიშნებზე, რაც ამოვიწერე, ძალიან მნიშვნელოვანია. გამსახურდია სისულელეზე ახვალებს. ბლოკადა გამოუცხადა რუსეთს. სამტრედიაში გადაკეტა რკინიგზა. ეს იგივეა, ჩემი ხის ერთი ტოტი მეზობლის ეზოში გადადიოდეს და მის ჯინაზე ხე მოუჭრაო. ადამიანის უფლებების საერთაშორისო ქარტიაში წერია, თუ ქვეყანაში მეტი გამოსავალი აღარ არსებობს, ხალხს აქვს უფლება აჯანყდეს და ისე მოიცილოს დიქტატორული რეჟიმი. ანუ ჩვენ შეგვიძლია აჯანყება, თუ სხვა გამოსავალი არ აქვს, ანუ ჩვენ თუ უკეთესი ცხოვრება გვინდა, რატომაც არა, ავჯანყდეთ და მოვითხოვოთ უკეთესი ცხოვრება, ეს ჩვენი კანონიერი უფლება. რატომ არ უნდა მინდოდეს კარგი ცხოვრება, უკეთესი ცხოვრება. სანდრო შაიშმერაშვილი ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი მოგვიკლეს. მის დღიურებში ასეთი ბრძნული აზრია, ცხოვრება ნასკვია, ვიდრე მას გამოხსნი მთავრდება კიდეც. მართლაც ესეა, რომ დავფიქრდეთ, სანამ რაღაცებს ვიაზრებ და ვიზრდებით, ცხოვრება გადის, გამოცდილება გვემატება, მაგრამ ამ დროს დრო აღარ აღრჩება, მეტი წილი გალეულია. რუსეთის თავდაცვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რუსეთის მოყვარულებმა გთხოვთ მოისმინოთ პირველი პირისგან მეორე პირიდან გაგებული სიტყვები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება. პაվել გრაჩოვი, ქართველები თავიანთ თვითმფრინავებს ჩვენი ავიაციის ფერად ღებავენ და თვითონ ბომბავენ საკუთარ სოფლებსო. ეს მხოლოდ რუსმა შეიძლება თქვას, მეტი ვინ შეიძლება საკუთარ ქვეყანას სადაც ომია, აბრალებ, რომ შენ იბომბავ თავს, ჩვენ რა შუაში ვართო. გადავიდეთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე, ჩეჩნებზე. ამ ბოლო დროს ხშირად მხდება პოსტები, რომ ჩეჩნები ჩვენი მეგობრები არიან, მეგობრები არიანო და ძმებიო და მოკლედ მიდის ქება დიდება. ჩეჩნები არ არიან ჩვენი მეგობრები და ჩეჩნების ამბავს აგერ ჯაბასგან გეუბნებით, დუდაევმა მთხოვა მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთო. ჯერ საჯაროდ დაგმოს ის, რაც მათ აფხაზეთში ჩაიდინეს, რა დამავიწყებს იმ კადრებს ჩეჩენი ბოევიკები ნაძარცვი ქალის კაბებითა და საოჯახო ნივთებით ძლივს დახურული მანქანების საბარგულები, ველური ცეკვა. ანუ აფხაზეთში ომია, ჩეჩნები ეხმარებიან ჩვენ წინააღმდეგ ხოცავენ. თქვენ გახსოვთ, ძალიან არ გავიმეორებ, ძიმე კადრები დღესაც შეიძლება იპოვოთ. ეს იყო ჩეჩნების მხრიდან და მახსოვს მოიხადა ბოდიში მათმა მთავრობამ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლიდა. ჩეჩნები ქართველების სისხლისღვრაში მონაწილეობდნენ და შემდეგ ცეკვავდნენ. ანუ ხვდებით თქვენ რასთან გვაქვს საქმე. ჩეჩნები როგორ იქნებიან ჩვენი მეგობრები, ეს ხო უახლოესი ისტორიაა. ამიტომაც ჩეჩენი ვერასოდეს იქნება ჩემი მეგობარი, იმიტომ რომ ჩემი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლობდა და მერე ცეკვავდა ბედნიერებისგან. ტანჯო ადამიანის უმაღლესი გამოხატულებაა. ესეც ძალიან კარგი სიტყვებია. ერთ წელიწადში მეტრა 83 ვიყავი სიმაღლეში და 54 კილოს ვიწონიდი, როცა ჩემი ნორმალური წონა 90 იყო. ეს ციხეში ყოფნის პერიოდს იძახის. 70 დღე მე მგონი კარცერში მაქო გატარებულიო და ერთ ნაჭერ შავპურზე ვიყავიო და ასე შემდეგ. რა გითხრათ, ჩეჩნებზე მინდოდა ძირითადად ბოლოს შემოვიტოვე ჩეჩნებისადმი ლტოლვა და სიყვარული ვისაც გაქვთ, გაეცანით უახლოეს ისტორიას. უსმენთ მხოლოდ ერთ მხარეს, მე მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის წიგნი ხო არ წამიკითხე, ამის საპირწონედ ჯაბა იოსელიანის პასუხებიც მოვისმინე და არასოდეს არც ერთ წინადადებაში შევარდნაძეს ისე არ მოიხსენიებს, როგორც ზვიად გამსახურდიას. ზვიად გამსახურდიასადმი სიძულვეს არ მალავს, იმიტომ რომ თვლის, რომ მას შეეძლო გვერდში დგომოდა ჩემ ქვეყანაში, როდესაც ომი იყო და მან ეს არ აირჩიაო. საოცარი, არ ვიცი, საინტერესო იქნება მოსმენა სხვა არგუმენტების, რა მოხდა, რატომ გადაწყვიტეს ზვიადისტებმა და ზვიადმა, რომ არ დაეცვათ სამშობლო, ან ისე არ დაეცვათ, როგორც ჯაბა იოსელიანი მათ აბრალებს. აუცილებლად წასაკითხი წიგნი, დახუნძლულია, სუყია და ძალიან ინფორმაციულია.